ახლახანს დაუბრუნდი მამუკა ხაზარაძესთან და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად თბილისში ვიმყოფებოდით კახეთში და ხვდებოდით კახეთში სხვა რაიონის გუნდებს, ხელმძღვანელობას, რიგით მოქალაქეებს, მხარდამჭერებს და ასე შემდეგ და ეს პოზიცია, რომელსაც ახლა გეტყვით, არა მხოლოდ ჩემი, არამედ კახელების პოზიცია უნდა გადმომცეთ, საინტერესოა, აი რას ამბობენ კახელების რაღაც ნაწილის პოზიცია მაინც არის. კი ბატონო. ხო, იქაც იკითხეს მათ შორის ეს შეკითხვა და ითქვა, რომ ეს ფონდები ხომ დაყადაღებული იყო ყველაფერი, ხო ვეღარ ახერხებდა შესაბამის ოპერირებას და კი დაყადაღებული იყო, მაგრამ ერთადერთი შესაძლებლობა ჰქონდა ქართულ ოცნებას, რომ ეჩვენებინა თითქოს და ისევ შიშის დანერგვის მცდელობა. თუმცა მე რაც ვნახე ნანუკა ჟორჟოლიანის პირდაპირ ჩართვები, იქ შიშის ნანუკას არაფერი არ ეტყობოდა, პირიქით იყო ბრძოლის უნარიანი, რომელმაც შეძლო და საკუთარი სახლიდან ერთმა ქალმა ხელში დაჭერილი ტელეფონით გააძევა 10-მდე სუსის თანამშრომელი, რომელიც რაღაც მართლა პანაშვიდივით ჩამწკრივებული ყავდა, ხო, კორიდორში ნანუკა ჟორჟოლიანს. თუმცა ეს შეძლო. ამ ვითარებაში ერთადერთი ახსნა ამ ყველაფრის არის ის, რომ შიშის დანერგვის მცდელობა მოქალაქეებისადმი, რომ თურმე შეიძლება ნანუკა ჟორჟოლიანს შეუვარდეს სახლში, შეიძლება შეუვარდეს რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმოადგენელ სახლში. შეიძლება შეუვარდეს სულ ქალს სახლში, რომელსაც 7 წლის შვილი ყავს სახლში მძინარე და მოაწყვეტი და ჩააგდო რაღაც წარმოუდგენელ მდგომარეობაში, ავტობუსიდან ჩამოსვა მოქალაქე და მიიყვანო სახლში ჩხრეკაზე, თუმცა ეს ყველაფერი არ მუშაობს, იმიტომ რომ თითოეული მათგანი, ვისთანაც შევიდა სახლში, ივანიშვილის პროკურატურა და სუსი, გამოდის საჯაროდ, საუბრობს ამის შესახებ და ამბობს, რომ გაჩერებას არ აპირებს. ეს არის მთავარი და ნათელი გზავნილი. ჩვენ იმ ტიპის სახელმწიფო უწყებებთან გვაქვს შეხება. აი, მინდა ზუსტად სახელმწიფო უწყებებზე ვარემ რახან ახსენეთ და აქვე კითხვას ჩავაფენ, ასე ვთქვათ. ირაკლი კობახიძის ხელი თქვენი აზრით დაეტყო სისტემას, იმიტომ რომ ის ხო გარკვეულწილად მოძლიერდა ახლა და სუსის უფროსი მისი გუნდის წევრია, ერთადერთი შინაგან საქმეთა მინისტრი დარჩა ძველი, ასე ვთქვათ, ოცნებიდან და სტაჟიანი ოცნების წევრებიდან. როგორ ფიქრობთ, აი ეს რაღაცა საჩვენებელი სხვა არ იყო და თავის გამოჩენა, რომ აი კობახიძე აჩვენებს, რომ აი ის ძლიერია და იმიტომ რომ ნანუკა ამბობდა დღეს, არ ვიცი მოისმინეთ თუ არა, რომ იქ იყვნენ სუსის წარმომადგენლებიც, რომლებიც დავალებებს აძლევდნენ ეგრეთ წოდებულ პოლიციელებს, რომ აი ასექენით ისექენით და თან ტელეფონის ხაზზე ყავდათ ვიღაც კიდე უფრო ზემდგომი, რომელიც დავალებას აძლევდა. გასაგებია, რომ მესაჭე და ამ ყველაფრის ამ პირამიდის თავში არის ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ კობახიძე ხომ არ სურდა თავის გამოჩენა თქო, როგორ გონიათ? ეკა დღის მთავარი მოვლენა იყო ის, რომ სახელმწიფო უწყებას, რომელსაც ამ ქვეყნის უსაფრთხოება და ბედი აბარია, ვერ გაარჩია ერთმანეთისგან ადამიანის უფლებათა ცენტრი და ადამიანის უფლებათა სახლი. ერთმანეთისგან ვერ გაარჩია ადამიანის უფლებათა ცენტრი და ადამიანის უფლებათა სახლი. უნდოდათ რომ შევარდნილიყვნენ ბაია პატარაიასთან, ადამიანის უფლებათა სახლში და შევარდნენ ალეკოც ქიტიშვილთან, იმიტომ რომ სახელმწიფო ერთმანეთისგან ვერ გაარჩიეს და ამ ვითარებაში ეხლა რომ ვთქვათ, რომ თურმე ირაკლი კობახიძე გაძლიერდა და თურმე მკაცრი და რკინის ხელი გვაჩვენა, სასაცილო იქნებოდა. ვერც გავამხნევებდი, რომ მინდოდეს რომ მოვატყუო და გავამხნევო ირაკლი კობახიძე, ვერ ვიტყოდი ამას, იმიტომ რომ იმდენად უსუსური სახე აჩვენეს დღეს მთელმა სუსმა, პროკურატურამ და მათ შორის ხელისუფლებამ. ამიტომ შეუძლებელია ამ ტიპის კვალიფიკაციის წარმონაქმნს რაიმე შიშის დანერგვის შესაძლებლობა კონდეს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ მხოლოდ ერთ რამეში, რომ მუდმივი რუტინული წინააღმდეგობა არის გამოსავალი იმის, რომ ხელისუფლება დანებდეს იმ მთავარ მოთხოვნებს, რაც არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნები. სხვა გზა და ვერსია არ არსებობს. ნახეთ კახიშვილი, რომელიც გამოდის და ტირის და ღიად საუბრობს იმაზე, რომ ქართული ოცნების შიგნით ძალიან ძლიერია წნეხი სანქციებისა, რომ რიგი ჩინოვნიკები ვერ
შეუძლებენ ამ წნეხს, მათ შორის ოჯახის წევრების მხრიდან მიმდინარეობს მათი დანამუსება, პირველ რიგში დანამუსება, რომ არ უნდა ჩადიოდნენ იმ ტიპის დანაშაულებებს და არ უნდა ასრულებდნენ ამ დანაშაულებებს, რასაც ისინი ივანიშვილისგან და რაღაც რუსული სქემის მეშვეობით ღებულობენ, ხო? იმიტომ რომ ყველაფერი, რასაც დღეს ჩვენ ხედავთ, ეს არის მედიის შემზღუდავი კანონმდებლობა, ეს არის არასამთავრობო სექტორის შემზღუდავი კანონმდებლობა, სამოქალაქო აქტივისტების მიმართ რეპრესიული კანონმდებლობა. როცა ვამბობდით, რომ მედიის გამჭვირვალობას ეხება, მედიის გამჭვირვალობას ეხება ისა, რომ თავარი არხი დაიხურა, მედიის გამჭვირვალობას შეეხო თურმე რომ ტელეკომპანია 25 დაიხურა, 25, რომელიც ერთ-ერთი საინტერესო არხი იყო, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის პერიოდში, როცა არ არსებობდა თითქმის თავისუფალი მედია, ტელეკომპანია კავკასია და ტელეკომპანია 25 იყო, რომელიც ბჟუტავდა როგორც დამოუკიდებელი კრიტიკული ტელევიზია. ამიტომ ამ ვითარებაში ყველაფერი, რასაც ვამბობდით, ჩვენ საბოლოოდ აღმოჩნდა სიმართლე. არასამთავრობო სექტორის გამჭვირვალობას კი არა, მათ დახურვას ემსახურებოდა. რამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია დაიხურა, რომელმაც პრინციპულად უარი თქვა აგენტად რეგისტრაციაზე და ამ დროს სიღარიბემ შეჭამა ეს ქვეყანა და ყოველდღიურად გვასაუბრებენ 1000 სიგიჟეზე, რაღაც გამოგონილ საგამოძიებო კომისიაზე, გამოგონილ ახალ რაღაც განცხადებებზე, თითქოს ხომ არ არის ირაკლი ამის მიზეზი ის, რომ შეიძლება პოლიტიკურ გარეჯი დაიბრუნეს, ეკა ამას ვკითხულობ. კი ბატონო, ხომ არ არის ამის მიზეზი ის, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგს ვერ სთავაზობს ოპოზიცია ამ შემთხვევაში, ხომ არ არის ამის მიზეზი, იმიტომ რომ აი უფრო აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი რომ მქონდეს ოპოზიციას შესაძლოა ამდენი არ გაებედა, არ ვიცი, აი თქვენ როგორ ფიქრობთ? არის ამაში ლოგიკა, რასაც თქვენ ამბობთ, რა თქმა უნდა, ჩვენ რო გქონდეს მეტი ძალისხმევა, მეტად ვსწავლობდეთ შეცდომებზე, მათ შორის საზოგადოება უფრო აქტიურად დგას გვერდით პოლიტიკურ პარტიებს. საზოგადოება აქტიურად დგას ამ ქვეყნის დასაცევად. კი, ეს ფაქტია. მაგრამ დგას რუსთაველზე, მაგრამ რაში არ დაგიდგნენ გვერდით ირაკლი? აი შეგიძლიათ ახლა თქვათ, რაში არ დაგიდგათ საზოგადოება გვერდით? დიახ, აი იმისთვის რომ შევკრა მიუბრუნდა პირველ ნაწილს. საზოგადოება იბრძვის ამ ქვეყნისთვის თავდაუზოგავად და დგას რუსთაველის გამზირზე თვეების განმავლობაში და წლების განმავლობაში. საოცარ ძალისხმევას აჩვენებს. პარტიებით შეძლების დაგვარად დგავართ და ვიბრძვით და ვართ ამ წნეხის, ზეწოლის, დაჭერების, უბედურების ქვეშ. ვართ. ესეც ორივე ფაქტობრივი მტკიცებულება, მაგრამ როგორც კი დგება ეკა აუცილებლობა პარტიის და საზოგადოების თანამშრომლობის ერთმანეთთან, აი მაშინ იწყება კრიზისი. მაშინ იწყება კრიზისი, რომელიც შექმნილია მათ შორის ივანიშვილის მიერ. ის რაღაც ეგრეთ წოდებული სტერეოტიპები, პოლიტიკური პარტიები არ გვინდა, პოლიტიკოსები არ გვინდა. როცა საქმეს დაჭირდა და ცოტა ცუდად წავიდა საქმე, მერე დაიწყეს უკვე პოლიტიკოსებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება. შემდეგ დაიწყეს რომ აბა მოდით, დადექით სცენაზე, თუმცა უკვე გვიანი იყო თავის მხრივ, იმიტომ რომ ეს შესაძლებლობები გაშვებული იქნა. რა თქმა უნდა, ჩვენ კოალიცია ლელო ძლიერი საქართველო არის ის პოლიტიკური პარტია, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ მზად ვართ პასუხისმგებლობის ასაღებად. ამისთვის არსებობდა, რომ ალტერნატიული პოლიტიკური სტრუქტურა შექმნილიყო, სადაც პასუხისმგებლობას ავიღებდით არა მხოლოდ ჩვენ, სხვა პარტნიორებთან ერთად ერთობას შევთავაზებდით, ვიზუალურად შინაარსობრივად დავანახებდით მოქალაქეებს, ვინ არიან პასუხისმგებელი აქციებზეც, მათ შორის საგარეო კომუნიკაციაზეც და პოლიტიკურ დღის წესრიგზეც. ამის ვალდებულება ჩვენ გვაკისრია და მზად ვართ, რომ ეს ვალდებულება და პასუხისმგებლობები ავიღოთ. მე ნანკა კალატოზიშვილს უსმენდი და ვეთანხმები მას როგორც მოქალაქეს სჭირდება დაინახოს ვინ არის გაბედული, ვისაც შეუძლია ამ პასუხისმგებლობის აღება და ჩვენ ვამბობთ, რომ ერთ-ერთი ის პოლიტიკური გუნდი ვართ, ვისაც შეგვიძლია გავბედოთ, არ შევუშინდებით პასუხისმგებლობის აღებას. მადლობა.